საჯარო სამსახურის კანონსა და პოლიციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების გამო არასამთავრობო ორგანიზაციები ქართულ ოცნებას აკრიტიკებენ. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ მიზანი მომიტინგეთა და საჯარო მოხელეთა დაშინებაა. მათი თქმით, ეს წესები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის საყოველთაო უფლებებთან. არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ მმართველმა გუნდმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ისეთი ჩანაწერები შეიტანა, რის საფუძველზეც საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვის გარეშე დატოვა. ხოლო მათთვის არასასრულო საჯარო მოხელეს სამსახურიდან ისინი ნებისმიერ დროს გაათავისუფლებენ. მიღებული იქნა ორი ეგრეთ წოდებული კანონი, ერთი ადმინისტრაციულ სამართალდაღოვათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და მეორე ეგრეთ წოდებული კანონი, რომელიც საჯარო სამსახურის კანონის ცვლილებებს ისახავს მიზნად. ორივე მათგანი სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიასთან და თავმამად შეიძლება უწოდოთ დეკემბრის ეგრეთ წოდებული დრაკონული კანონები, იმიტომ რომ სამ დღეში დაჩქარებულად მიღებული ეს ეგრეთ წოდებული კანონები მიზნად ისახავს იმას, რომ შეაშინოს ხალხი და შეაშინოს საჯარო მოხელეები. ამ კანონს არაფერი არ აქვს დემოკრატიასთან, ამ ეგრეთ წოდებულ კანონს არაფერი არ აქვს დემოკრატიასთან საერთო და მათი მიზანი არის ის, რომ ადამიანები დააშინონ. ქართულმა ოცნებამ საჯარო მოხელეების მიმართ გამოთქმული მუქარა, რომ ისინი, ასე ვთქვათ, რეაგირება მოყვებოდა მათ მიერ საჯაროდ გამოხატულ უკმაყოფილება, სულ რამდენიმე დღეში მოიყვანა რეალიზაციაში და მიღებული ცვლილებებით, იმ ჩანაწერებით, რაც მათ თვითნებურად არალეგიტიმურად შეიტანეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, ფაქტობრივად ჩამოანგრია მთელი საჯარო სამსახური და ის ღერძი, რაზეც იდგა ქართული საჯარო სამსახური, ეს არის ნეიტრალურობა, ეს არის პროფესიონალიზმი და კარიერული ზრდა, რომელიც სწორედ პროფესიონალიზმს და დამსახურებას ეფუძნება.